ვეთქვის კიდე და ჩვენ სადღაც 6 რიცხვის შემდგომ სადღაც ჩვენში მექნება დიდისა და 7-დან 15 რიცხვამდე ერთ შეხვედრაზე კიდე ჩამოვარდა დავიწყოთ და დავილაპარაკებთ. აკრო სკოლის მედრობელი ნო там получили. თავიდან ქალაქში რაღაცა იყო. აბა სიგეთ ეკო დიდი მადლობა. კარგად იყავით. მაგრამ ჩემზემაც რომ ვერ გააკეთებს ვერავინ ეს ვიცი. ნამდვილად, კარგად. თორე წევლა ქალე მაღარიცია ვერათ უნდა დავიწყო. დიდი მადლობა რომ გამონახეთ და გამოვთანით შეგარწმუნდით. იცით ახლა რა დილემის წინაშე გქონდათ არჩევნები მოდესა ძალიან ძნელი, მაგრამ ამასთან ალბათ ადვილი არის არჩევნების თემები და აუცილებლად უნდა გაკეთდეს სწორი არჩევანი. მე მინდა წარმოგიდგენთ ჩვენი მერობის კანდიდატი, ჩვენი კოალიციის ჩვენ თემებს და აი ამ მაჟორიტარი რომელსაც ყველა ძალიან კარგად იცით, თუმცა ზაზა და რომ საუბრობთ რა პრობლემებია კონკრეტულად აეროპორტში ministerialia რო ჩვენი საკრებულოსთან მედიაში ხელშეკრულებაში შემთხვევაში რომ ვიცოდეთ და მედიადაც დაგეხმაროთ იმ პრობლემებს რაც ალბათ ძალიან ბევრი იქნება ამ პრობლემაში ასე რომ ჩვენ მზადავართ მოგისმინოთ ჩავიწეროთ ჩვენი შემოქმედები გულისხმობები რომ შემდეგ შეგვიძლია და იქაც დაკმაყოფილება არა მარტო შეგვიძლია არამედ ზოგადად მეტად კიდევ თქვენ შეხვედრით იმიტომ რომ ნამდვილად ამისთვის ვართ მოსულები აქვს ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უკანონო და ისე დაგიბრალ თელაც საკუთრებით რაღაც მოწესრიგა ჩვენს ბაშური რაღაცა ჩვენი ძალისხმევით ისე თითოეული ჩვენთაგან მაგრამ მოწესრიგებელი საკითხები ძალიან ძლიერი სანადიროა წყალსადენზე ჩავა პიროვნება ფიზიკურმა პირებმა თავისი ტრანს მოწესრიგა გადავწყვეტ ესე თორემ მიტოვებული არის ყველანაირად არანაირი მitomebe საგის შეუძლო ხელმძღვანელობა ქალაქის აღავლაბარებობ რა თქმა უნდა ეს საერთო პრობლემა არის მაგრამ ეს საერთო პრობლემა თითოეული ჩვენთაგანზე მოხვდეს სრულად ახალგაზრდა ქალბატონები არიან ახალგაზრდა კაცები არიან ამაში ისეთ ენერგიის სავსე რომელიც დასაქმებულიც იყო რომელსაც ენერგიაც გააჩნია რომელსაც შესაბამისი განათლებაც აქვს რომ შეხვდეს რაღაც ამ ქალაქში რომ არანაირი დასაქმებია მუქით არ არის და ზუსტად ეს არის რომ რაღაც ამ მუქით უნდა შეიცვალოს ეს დაპირებები რომელიც ხელისუფლება მისცა ჩვენი ხალხის რა თქმა უნდა დარწმუნებული იყო რომ რაღაც შეეცვალა რაღაც და ამათა რომ ისევ დაპირებები ზოგადად ყველაზე მეტი ცუდი არის ის რომ ფაქტობრივად არაფერი არ იცვლება უკეთესობისკენ და აქედან გამომდინარე რუსი გოგონა არის ჩვენთან და უბრალოდ დაამთავრა საშუალო სკოლა სწავლობს უკვე უნივერსიტეტში. აი ფიქრობ, როდესაც დაამთავრებს უნივერსიტეტს, ახლა ეს მეექვსე კლასში ჯერ კიდევ სწავლა წინა სად უნდა წავიდნენ შვილები? ყველებელი არის ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლის გამარჯობა. რა თქმა უნდა, ეს პრობლემები აგრეთვე ყოფილი პრობლემები, რაც შეეხება ისევ გადასახადებთან დაკავშირებით. ბევრი სოციალურად დაუცველი არის, ბევრი გაჭირვებული არის და იმ გაზრდილ ტარიფებს, რომელიც ეს ჩვენთან არის, ვერ ახერხებია. სტრასები ჯუჯები. აი თქვენ რამდენს იხდით?
სოფელში ალბათ მეტი გაზი, მაგრამ გაზის გადასახადს ხო იხვის ამაზე? ვახეს ხო თანაფარდობით არის ეს ყველაფერი. გაზს მე ერთი შეგიძლია. ესე არჩენ დავრეკე. დილის 6 საათზე რო გამოწვის ენერგია რა უყო. 11 საათამდე, 10 საათამდე დილა. ვერ გავაკეთებ. აკის ისეთი ერთი სკანეიკა, ხელი განდადგენ და ჩვენ ჩიხში არ დარ. ეს ფაქტურად მეორე შესახვევი ფაქტურად მოწყვით ეს ხალხი. ეს ამდენი ხალხი, ამდენი ინტელექტუალური განათლებული ხალხი ცხოვრობს, ამით ფაქტურად მოწყვეტელია ხალხი. აღარ უნდა იცოდეს ეს ადამიანი. ახლა ლაპარაკობ აქეთ ჩიქოჩოზე, რომელიც მოსაშვილის ქუჩა არის, პატარა განათლების ჯანაძის ქუჩა და ერქვა სასახელო კაპრალობა, რომელიც უზრუნველყოფა ქუჩაზე ცხოვრობს. რაც უნდა და მას მიაღწევს. ჩვენ ეს რეალურად ვიკრიბებით და ვლაპარაკობთ მაგით საკითხებზე. მაშინ, როდესაც უფრო დიდი რამეები აქვს ქვეყანას გადასაჭრელი, ანუ მიგვაყარეს ეს აი როგორც თქვენ, ჩვენ როგორც ადამიანები ავიმაზე, რომ ის არა გაქვს, ის არა გაქვს, ის არა გაქვს, ის არა გაქვს და აი ამ დროს ვლაპარაკობთ ელემენტარულ რამეზე და ეს ბავშვი და მომავალი თაობა რჩება პრაქტიკულად ყურადღების გარეშე. ჩვენ დღეს ძალა უნდა მოვკრიბოთ. ძალა უნდა მოვკრიბოთ სერიოზულად, რომ აი როცა მე ვამბობ საუნივერსიტეტო და ინტელექტუალური ბიზნესის ქალაქი თუ გვინდა დიდი საქმის გაკეთება, უნდა წავიდეთ ამ გზით, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, მიუხედავად ჩვენი ასაკისა, ვინ მეტი, ვინ ნაკლები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ განათლების სისტემით დაიქცევა საქართველო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ განადგურებთ. თქვენ ბევრი ბებია ხართ, ბევრი მამა ხართ, დედა ხართ, რაღაცა იმისა, მე რასაც ისთვისაც მოვდივარ, არის სწორედ ის, რომ რეალურად მასწავლებელს ჰქონდეს სხვა საშუალებას, სკოლას ჰქონდეს სხვა საშუალება, ბავშვს ჰქონდეს სხვა საშუალება, უნდა შეიცვალოს განათლების სისტემა, რაც უნდა გარეთ იმას ჩვენ არ გავაკეთებთ, წაქცევა უნდა ჩვენ არ უნდა იყოს განათლებული, არ უნდა იყოს მომსახურე ერი გახდით, წადით თურქეთში, ვიღაცას ემსახურეთ, წადით საფრანგეთში, წადით ესპანეთში, წადით ამერიკაში, ერთი დღის სამივლინო. ერთ დღეს მივლინებაში 300 ლარი არ ყოფნის 150 ლარი პენსიონერს. მე უფრო მეც მე არ მინდა ძველი მასე ვისაუბრო, მაგრამ მინდა გითხრათ 7 მილიონი იხარჯება ქუთაისში მერიის შენახვისათვის. 7 მილიონი. მაშინ როდესაც ბავშვებისათვის, სკოლამდელი ბავშვებისათვის იხარჯება 6 მილიონი. ეხლა თქვენ მე ვეუბნები ამათ, მე კი არ გლანძღავთ, კაცო, მე კი არ გაგკრიტიკებთ. თქვენ არ ახართ ამ ქალაქში. როგორ შეიძლება რომ თქვენი შენართვა დაჯდეს იმაზე მეტი, ვიდრე 20,000 პატარა ბავშვი ყავს, აი ეგ ანგელოზი ბავშვები არიან და საბავშვო ბაღებში და 6 მილიონი დავხარჯოთ ამაზე და 9 მილიონი დავხარჯოთ ხელისუფლების შენახვაზე ქუთაისში. მე ვამბობ იმ ციფრებს, რომელიც თვითონ უწერიათ, მე ახალს არ მოგყვება. ამ კომუნალურ იმაში, რასაც ხარჯავენ, 5-6 ჯერ მეტის გაკეთება შეიძლება და ეთქობა ფულს ამაში აკეთებენ, იმიტომ რომ პენსია რო გაუზარდონ, ახლა პენსიას ვარ ზაგარცხელში. ამიტომ ეს ფულს ვერავინ ვერ მოიგებს. ამიტომ ჯობია რომ აგრე გზის გაყვანა, რომელიც 14-15 ლარი იყო, დავით აღმაშენებლის პროსპექტი რო გავიარეთ კვადრატული მეტრი. დღეს საერთოდ რო ვაკვირდები, ამასაც წესიერი პოლიტიკოსი სადაც არის, რაღაცა იქ შეიძლება აკეთოს. როგორ შეიძლება რომ ჩვენ ფულიანს უყუროთ და კიდევ მე ხალხს ვეხვეწები და ვეუბნები. ბიჭო, ვინც თქვენს მოსყიდვას აპირებს, იცოდეთ რომ ქვეყანას ყიდის. თქვენს გამოგიგზავნის იმას უბანში დადის ბევრი, ამას უწევს პროპაგანდას, 300-400 ლარს იღებს ამაში ხელფას, თქვენ არ გიმხელთ გონია ვინმეს რომ ვითომ რაღაცას აკეთებს. კიდევ მე ვეუბნები არ დეპუტატობის კანდიდატს, თქვენი და თქვენი ჯგუფის გარდა, ვინ ჩვენი აქტივია, არავის მისმა ჩვენ არსად არ ვიდებთ. ჩვენ პირდებით ერთგულ წესიერ პარტიოს მუშაობას. ჩვენ ვერ მივცემთ შაქარს, ვერ მივცემთ ფულს, ვერ მივცემთ იმას, იმიტომ რომ ამით შეურაცხყოფა უნდა მივახენოთ და ამას არ დაუშვებთ, ყველას ვეუბნებით, თუ ვინმე გაზრდით, დაიგეთ, მაგრამ ხმა არ მიცემთ იმას, იმიტომ რომ იმაზე დიდი გამყიდველი არ არის და მუდმივად რომ ერთი ქალბატონი ან ერთი ვინმე დადის უბანში და გეუბნებათ, იმას მიეცით ხმა, ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ, იმას დავალებული აქვს ვინ, ვისია, ჩამშვებია, როგორც იტყვია ჩვენში ხოლმე, როგორც ის პარტიისა, ამ პარტიისა რაღაცა წარმომადგენელი, როგორც ესეთი არის. აი ამიტომ
რა თქმა უნდა, ეს არსებო მინიმუმი სხვა ამ დოკუმენტები რომელიცით იმაში წერია ყველაფერი. რა უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს, ამას ჩვენ ეხლა. ჩვენ გვჭირდება ხავარ საკუთრებაში. წესიერ ხალხს დაუჭირეთ, ხარი და ქვეყანა შეიცვალა. წესიერი ხულიანი ადამიანებით ქვეყანა არ იცვლება. ხულიანი მოდის, იმიტომ რომ მეტი ხული იშოვოს. სხვა რამისთვის არ მოდის ეს. ამიტომ ეხლა თუ ამ საკითხებს ვიზიარებთ, ვიმეორებთ, რომ ჩვენ ეს გზა აქეთ აი აქ რაჭალეჩხომი გახსოვთ, აი როცა გაფუჭებული იყო ხიდი და იმ პერიოდში ხიდის აშენებაზე ვისუნები და ავაშენეთ, იმიტომ რომ რაჭალეჩხომი რომ შეიძლება ჩვენ რომ ხიან პირდაპირ სარკოდეს, რომ ეფერიდან, ფრიშიდან რომოდის ადამიანი ან მეორე გზაც ხალხი მაგრამ მე ვამბობ რომ არ გინდა დაშენება, აგერ იყიდება ხალხი, კიდე ძალიან ბევრი იპოთეკით აფრთხილი რო ხონდა უარტყე. ტუალეტის გახალდი გარედან შემოგვაქვს, ხელსაყოლის გახალდი გარედან შემოგვაქვს. ეგეთ ვერიცით რომ თის მარილი რას ნიშნავს და ეს როგორია სვანური აგერ გვაქვს ყველაფერი ეს და ჩვენ თურქეთთან უნდა მოვიტანოთ. იქიდან მაშინ როცა 10-15 მილიონი და 100 მილიონიანი მას ვაშენებთ დასახლებას, რომელიც თავმჯდომარე კაცმადრი, ყველა მინისტრი და კაცმადრი, ყველა გამგე არც არიბაშვილის, არც მარგველაშვილის, არც უსუხაშვილის. ქუთაისმა უნდა შემოხრას ძალიან დიდი ზარი, რომ შეიცვალოს ქვეყანა. ძალიან დღეს ნახეთ მე პატრიარქზე გაავრცელეს, თვითონ პატრიარქმა დაწერაო, რომ გადადგომა მინდაო. ავიღალებ უკვე ტყული გაავრცელეს ყვება, იმიტომ რომ არ აწყობთ ასეთ პატრიარქს და არ უნდა დაპატიოს, რომ 17 რიცხვი არ შედგა როგორც უნდა მათ და გამოაცხადა ოჯახის დღეს პატრიარქმა. ამის პატიება არ უნდა. ამის გამო დაიწყეს უკვე ასეთი ბრძოლა. ეს არ არის მარტივი სიტუაცია. მე არ მეგონა ამდენი სოროსელი ქუთაისში თუ იქნებოდა. გადავსაყიდოთ ის გამო, როგორც მე არ მინდა ამ ხალხზე ვილაპარაკო, თვითონ მე მინდა ვიფიქრო, რომ ამ ხალხს თვითონ არ უნდა დეპუტატობა დაავალეს, იმიტომ რომ ფული აქვს, ფული დახარჯონ და გახდნენ დეპუტატები და ასე ქუთაისს ებრძვიან. იმ ხალხს იმის გამო კი არა, ის არის მეწარმე და აცადე რა იმუშაოს, კი ბატონო იყოს დიდარი, კი ბატონო იყოს რაღაცა გააკეთოს, აგერ დაგიდეს ეს ტერიტორიები, ნახე ახლა რო ქარხნების ტერიტორიები როგორაა დაყიდული, შემცხვა რა, ნუ რო ნახე ავტოქარხნის ტერიტორიაზე მიყვალ, ჩინელების ხელშია, გუშინ ელექტრომექანიკური ქარხნის დასახლებაში ვიყავით, ნუ არ ვიცი, მე ბატონ არჩილმა როგორ უნდა შევხედოს თვალებში, რომ იქნება, ნუ მე არ ვიცი რა უკნია ამ ტერიტორიისთვის, ჩვენ მინდოდა მაღალი ტექნოლოგიების პარკის გაკეთება იქ, სადაც უცხოელები ჩამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ ყველა კომუნიკაცია გაყვანილია, აბა შექმნით სამუშაო ადგილი და ამ ტერიტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ გადავახტევინოთ ესე იგი საშემოსავლო და დანარჩენი იყოს ერთიანი. დაყოფილია პატარა სამთავროებად ეს ვებერტელა ბულვარი იყო, რომ შეხვიდოდით და ავტოქარხანაც ასე იყო, ყველაფერი დანაწილებული. მე არ ვიცი ამ ხალხს გადაემართა. ესენი გველაპარაკებიან წესიერებაზე, პატიოსნებაზე. მე საკუთარ სახლში ჩავატარე, როგორც უკვე ჭირად ვამბობ, ვიგი და ვთქვი, ეს არის ჩემი სახლი, მამა პაპისეული სახლი, რომელიც აშენდა 1960 წელს დედამიწის ზურგზე, მეტი არაფერი გამაჩნია. თუ ვინმე ნახავს, ჩუქნი რაიმეს, თუსადმე აქცია საფრთხეებია. მეუბნები, მივიყვანე ჟურნალისტები და ვთქვა, აი მე ახლა ვიწყებ მერობისათვის ებას. აი ესაა ჩემი სახლი. ასეთი ავეჯი მაქვს, როცა ვალ იგივე მექნება. მე რომ გდომებოდა ფული მეშოვნა, შეიძლება იმაზე მეტი ფული მქონებოდა, ივანიშვილზე მეტი ფული, მაგრამ ამას შუბლი უნდა ქონებოდა სკელი და რაღაც ამის ისა. კიდე ერთხელ ვიმეორე, ამათ უგონიათ რომ ესე ძარცვა ხალხის კარგი რა, მე არ ვიცი ეგეთი. არა რატო ფიქრობთ ამ იმას რომ დაი რო ვლაპარაკობთ ხა დაცულებს სწორს ამბობთ, მოვიწავდნენ ისინი. მაგრამ ბევრი რამე ხო არ შეცდომა, რატო ხო დავიკავებ. დავიგე, მაგრამ რატო? იმიტომ რომ ერთი უფროსი იყო. ერთი უფროსია გარეთ. ქვეყნის გარეთ რომელთა დაკვეთებს ისინი ასრულებენ. მე ვიყავი 93 წელს წასული და ჩამოვედი მათ შემოგთავაზეს მე რომ პრეზიდენტობა და პრემიერ-მინისტრობა მოგვისმინე ჩვენ და იქნება ყველაფერი. ისეთი რამეები შემოგთავაზეს. ჩემი წინაპარი საფლავში გადაბრუნდებოდა, არც ერთი პარტიის წევრი არ ყოლია, არამთ არამდებობაზე არ ყოფილა, მამაჩემის ყველაზე დიდი თანამდებობა დამატება იყო რა იყო. უბანში და რაღაც და ნათლია იყო ძალიან ბევრი და გადაბრუნდებოდა ეს ხალხი საფლავში წეგრაბები თავაზობდნენ. მე ამაზე არ წავედი, სააკაშვილი დაეთანხმა. ბიზინა ივანიშვილი დაეთანხმა ამას. არაფერი არ იცვლება ეს ხალხი რომ გონია თქვენ რომ მერიაში იგივე ხალხი მუშაობს ნაციონალური დატოვებით, იმათ კი არ დატოვებით. გარედან ამბობენ ამ ხალხს არ შეეხება, იმიტომ ეს ხალხი წაყვანილი ყავდა, ასწავლეს, ჩამოუშვეს აქ, თქვენ იქნებით. იმათი მიერ დანიშნული ამერიკიდან. თქვენ გეტყვიან რომ ეს ხალხი არ გაუშვათ? იყო სააკაშვილი, სააკაშვილის დროს იგივე ხალხი ყავდა, იყო ივანიშვილი. ივანიშვილის თუ არ მივიდა ისეთი კაცი, რომელიც ეთქვი თქვენ ვინაქვთ? რა გინდა თქვენ ამ იმაში? თუ არ მივიდა ესეთი ვინმე, მე არ ვიცი სოროს. იმას უნდა დაუპირისპირდეთ, გეტყვი, თუ არ ეთქვი თქვენ ვინაქვთ? ის ეს არ შეიძლება. მე კიდევ თქვი მე, ის სადაც ეს მაქინაციები ეს ყველაფერი გიტყვი, მაგრამ პირველ რიგში მე პასუხი
მე დღეს აქ უნდა ვეცე ჩამოვედი დავიწყე სამუშაო ადგილით და ვთქვი 200-300,000 ყველა მუნიციპალიტეტს გამოიყოფა თუ ვინმე დაიბეს აი მე შეგამოხდა მე 1000-ზე გამიგდა უნდა მითხრა რამდენი კაცასა ეხმარებით ვერ ჩიგივდებათ გაკეთებინოთ და ნელ-ნელა ამ თანხას დაბარავთ. ეს ჩვენთვის ძალიან პრინციპულია. მეორე, ჩვენ რო ვამბობთ რომ საუნივერსიტეტო ქალაქი გახდეს, 30,000 სტუდენტი ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გადმოვიდეს. არ ჭირდება ჩვენ ხელისუფლება გადმოდის ქუთაისში, ხომ? ეს ნიშნავს 30,000 კაცს ჭირდება 10,000 სამუშაო ადგილი დამატებით. ტრანსპორტი უნდა, საჭმელი უნდა, სასმელი უნდა, ჩაცმა უნდა, ყველაფერი მომსახურება უნდა, რა თქმა უნდა ეს იქნება სამუშაო ადგილი იქნება. ეხლა როცა ვთქვი რომ 45 მილიონი 100 მილიონს ხარჯავენ ამ იმაზე 50 მილიონი ჩვენ გვინდა ჩავდოთ ბიზნესში. ქაღალდის სამუშაო. ტუალეტის ქაღალდია, ხელსახოცი ქაღალდია, მარილი, ასანთი, რაზეც წეგოი საუბრობთ, ესენი ქუთაისში ვაწარმოოთ, აგერ რატო უნდა ირანიდან, რატო უნდა ჩამოგვონდეს. ესენი ვეუბნებით იმ ხელისუფლებას 100 მილიონს გაჭირთ. ჩვენ აგერ მოგეხმარეთ, და გავაკეთეთ, დავასაკეთეთ და იმ ბინებსაც გაგიდიეთ. თქვენგან რო ვიყიდეთ ბინა, თქვენ გეუბნებით რომ ნახევარს გაცდეთ და ნახევარი აქციონერი ხდები იმ წარმოებაში. თქვა არ მოგეწონება ორი წელი. მოგესალმებით. აი, ამაფრის უნდა მოვიდათ თავიდანვე. გამარჯობა. ჩვენი უბანი გურძადები და აგრაფილავე. ვიზახინჯალან დღეს კიდე რომ თქვი რომ დაშევდებით რატომ დავუხდა დიდი მოკითხვა დამაბარა. შემარაც ამკაცო სურვილები. გამარჯობა თქვენ, გამარჯობა. მოგესალმებით ხალხო, გამარჯობა. რამოდენიმე წუთს გაგრძელთ მე ვახავთ მე უგანაძეთ ამიდა წარმოვიდგინოთ ბატონი თემო როგორც ჩვენი ეროვნული კანდიდატი ჩვენი კოალიციის კანდიდატი და ჩვენი მაჟორიტარი ბატონი ზაზა სულაზე პრინციპში არ სჭირდება ახლა ადამიანების გასწორება გასასწორებელი მე უფრო ვარ დაგეცანებული და დიდი მადლობა გინდა თქვენთან საუბარი იმ პრობლემებზე რაც ქალაქის თვით აწუხებს ამა თუ რომელიმე კონკრეტულობას თუ რა პრობლემებია რა გამოწვევებია რომ მაშინ ხელისუფლებაში მოვაყო საუბრობთ მოვა ისეთი განწყობაა და ისე ხდება ყველგან ადამიანები და მოსახლეობა რომ ვიცოდეთ რა პრობლემებია რომ ეს პრობლემები გადავჭერთ და ისეთი ადამიანები არის ჩვენ გარი მოწმენდები საქმისთვის არანაირი რაღაცა კორუფციული ეს ისეთი ადამიანია იმ სპექციათა რა კანდიდატები არის მერები წარმოქმნილი ალბათ საზოგადოებამ ისე არის გასწორება ასე რომ აქა ვართო მიხარ მიმსახურეთ ჩვენ სამსახურად ვუძღვართ ჩვენი მხარდაჭერა ეს გასაგებია ყველას ერთაიგივე პრობლემა ალბათ მოგვერდება მომუშევრობა რა თქმა უნდა ტრანსპორტთან დაკავშირებით ტრანსპორტის დაგლებათ აქ ნორმალურად რომელ საათამდე ტრანსპორტი საერთოდ ნორმალურია მე საგამოს გვიან არ გიწევთ ამოსვლა ახალგაზრდას გიქცეთ ახლა 8 საათის მერე ამას უნდა სიზო რაიცი ახლა ისინი შევეჩვიეთ უკვე მაგი არ არის ახლა ისეთი პრობლემა გადაუჭრეთ ავარია ბაზარი რომ გინდა იმის სასაღრელია ალაუნებროდ მაინც გამოჩნდება. ხალხი ისეა გაწმენდებული რომ არჩევნებზე მისვლა არ უნდა ბევრი ჩვენი ის არის ახლა რომ როგორ განათლების სისტემა ჩვენი უნდა ისი აქციონ რომ და ჩვენ გაუნათლებელ ხალხად დავჭეთ და მომსახურე ერი ვიყოთ. ახლა გადამწყვეტი მომენტია ჩვენს. ამას გავაცნობიერებთ
ჩვენ შევძლებთ რომ დავით აღმაშენებლის ფუნქცია შევულევშუოთ ქუთაისს და საქართველოს საერთოდ რომ ვიყოთ განახლებული ქვეყანა, ვიყოთ უნივერსიტეტის ქვეყანა, ვიყოთ ინტელექტის ქვეყანა, როგორც მოდიოდა და არა მსახურთა ქვეყანა, როგორც გონიათ რომ ქართველი წავიდეს თურქეთში, სხვაგან და ასე შემდეგ. მე არ უმალავ მათო ახალგაზრდებს არ ეხება. ჩემი მთავარი ის არის რომ ქუთაისი უნდა იყოს საუნივერსიტეტო. მე ყველას ვეუბნებ, ვისაც გინდათ იმეცით, მე ამას არ შევცვლია მას. 30-40,000 სტუდენტი უნდა ცხოვრობს ქუთაისში. საცხოვრებლებიც უნდა ავაშენოთ, პირობები შეუძლია. აქ რომელიღება სამუშაო ადგილი შევქმნათ, 10-15,000 სამუშაო ადგილი დამატებითაა უბრალოდ. არა მარტო პროფესორისთვის, ამ 30,000 სტუდენტი რო დაემატოს ამ იმას ჩვენს ქალაქს, ამას ჭირდება ჭამა, სმა, დახურვა, ჩაცმა, ტრანსპორტი, საოცრად იზრდება და საერთოდ სიტუაცია იცვლება ქალაქში. ჩვენ ვთვლით, რომ მაღალი ტექნოლოგიების პარკები უნდა შემოვიტანოთ, სადაც აი ტერიტორიები რომელია, მინდოდა რომ ელექტრომექანიკური, სატრაქტორო, საავტომობილო კარტო, მაგრამ ისეა დაგიდული ეს ტერიტორიები გაუცემული არ პირდაპირ და რაღაც საოცარი რამეები არ მინდა დღეს ამაზე საუბარი, ვინმე ზოგიერთი გვარის ხსენება არ გამოიწვევს, მე არავის არ ვებრძვია, ეს ემბრძოდა ქუთაისს. გაანადგურეს. ჩვენი მთავარი არის რომ შეიძლება რომ ახლა მაგალითად აი ეგრე ჩვენ რა წყინვალე პიროვნება დგას აგერ ჩვენ სინაშე მსახიობები. აბა კითხეთ ერთი ამას რა აქვს ხელფასი და 3,400 ლარი აქვს დათო დვალიშვილი არის ჩვენი მეგობარი რომელიც ქუთაისთან წავიდა აქვს 3,400 ლარი თბილისის ბარჯანიშვილის თეატრში. ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ამათან კიდევ უფრო დაბალია. ესე იგი ყველაზე მაღალი ხელფასი 400-500 ლარი და ცნობილმა პიროვნებამ თქვა რომ ეხლა ვაცხადებ შიმშილობას ვითხოვ რომ დამნიშნეთ დამლაგებლად პარლამენტშიო რომ პარლამენტში აქვს 100 ლარი ეს იცით რა ეს ვინმესთვის მე საწყენად კი არ ვამბობ ეხლა რომ მაგრამ თუ 3,400 ლარი შეიძლება გქონდეს შენი ფონდიდან აძლევ კი ვარ ესენი ქუთაისში რა არ არიან მსახიობები ან რატო უნდა გქონდეს პარლამენტში თქვა დამლაგებლის მე რო ვწერ პატივ შეიძლება აკაც არის და პრაქტიკულად ჩემს ოჯახშიც და ახლობლებაშიც შეიძლება ბევრი ვინმე არის მე დამლაგებლის წინამდე კი არა ვარ მაგრამ შეიძლება რომ ცნობილ მსახიობებზე მე ორჯერ მეტი ხელფასი გქონდეს დამლაგებლის პარლამენტში მე ვოცნებობ ისეთ ქუთაისში სადაც მასწავლებლის ხელფასი 1 ლარით მეტი იქნება ვიდრე ქალაქის მერის ხელფასი ეს არის ჩემი მე წარმოუდგენლად მეჩვენება რომ ყველა ბავშვი რომელიც ამთავრებს სკოლას წელიწადში თუ ყველა სპექტაკლს არ ესწრება ერთ თეატრში მეორე თეატრში თუ ძლიერი თეატრი არ აქვს საბავშვო თეატრი არ აქვს ეს ხდება ოჯინები წარმოუდგენელი აუბები თეატრში ერთად ეს წარმოუდგენელი ეს ვანაირი ქალაქი არის ვინმეს გონია რომ რაღაც ისეთ არაფერს ჩვენ ეს გამიგებია მე ქალაქის მერი ვირთვა გონდეს რომ ბევრია ისიც რომელიც თქვა აფასებს ჩემს სიყვარულს ხედრიონი აქ არ შემოგვიშვია ტანკებს დავხვდით არავინ არ ვაჯერითეთ იმ პერიოდში დაცვით არ მივუძებ მე არ ფუფუნება არ შემიქმნია არაფერი და ასე შემდგომ და ვემსახურებოდი თავებას ჩემი ოჯახი დღემდე მეუღლე თბილისელი ქალბატონი იყო და მეუნებოდა რომ მანქანაში არ იყო მეუნებოდი რომ სირცხულია დაიარე ავტობუსით იარე ტროლეიბუსით იარე იმით რომ ხალხში იყოს აი ისევე როგორც ვამბობ რომ მე ვიქნები ქალაქის მერი სახელმწიფო მანქანა არ იქნება ამ ქალაქში ყველა ივლის ავტობუსით ყველა ივლის ტროლეიბუსით და არ უნდა იყოს უცხო არავინ მე სხვა ძირითადში ასე უნდა ვიყოთ და ასე უნდა ცხოვრობდეთ ამ ქალაქში ჩვენ შევგინდა შევცვალოთ ეს სიტუაცია ვეუბნებით აი ეგრე ძალიან კარგი პიროვნებაა რომელიც თქვენთან არის წამოყენებული ჩვენ მათ ვეუბნებით რომ ეხლა უბანში რო გახვალთ მარტო ის კი არ უნდა ვიცოდეთ რა ვის რა უჭერს უჭერს ყველა უჭერს აი უნდა ვიცოდეთ ვის რისი გაკეთება შეუძლია ალბათ არის ეგრე ახალგაზრდა კაცი რომელიც მეუბნება რომ მე 5,000 ლარი მქონდეს აი ამ იმას გაუმართავ ამ საქმეს ვიღაცამ გითხრა აგერ ქალბატონმა რომ თქვათ აი მე რომ მქონდეს აი იმისა რაღაც გაკეთება შემიძლია ჩვენ 200,000 ლარს პირველ ეტაპზე ყველა გაიგო მაშინვე და მითხრა რომ პირიქით ჩემ პროგრამაზე გადამოვთვებიო მე როცა უთხარი მას რომ ხალხს მიცეთ სამუშაო გაწვა ადამიანებია ქართველი კაცი იჭერია ზახში არაფრისაგან ქმნის რაღაცას თუ ესე იგი ვიღაცას ხილის წარმოება შეუძლია ვიღაცას ყველის წარმოება ვიღაცას საქონელი შეუძლია იყულიოს ვიღაცას ახლა მე ხო ვიცი არა გორაზე 1000 ვინმეს ყავს ეს საქონელი და რაღაცა ყველას უნდა მივაწვინოთ ხმა მე მზადა ვარ აი ეგრე დღეს აი ბატონმა დავით ხორბძანა და სხვა შორის მინდა გითხრათ პირველი ნომერი ბატონი დავით ციტაიშვილი გახდა პროფესორი კაცია, პროფკავშირის თავმჯდომარეა უნივერსიტეტის. განათლებული კაცია. მიხარია რომ ესეთი ადამიანები მოდიან ამის ისა და მე ბევრი გვარი ახლა ხედავ აგერ ეს სურათებს და ამას. დედა ჩემის ექიმი იყო. საოცრად კაი პიროვნება. იყავი რა კლინიკაში.
იყავი რა კლინიკაში, რა უნდა ამეკი, ამას რა დაავალეს, მე ასე მინდა ვიფიქროთ, რომ ამას არ უნდა, რა უნდა, ეხლა იციან რომ შეძლებული კაცია და ეუნდათ ეხლა რომ აი არის ამაზე არის ექიმსაც გააბუჯებენ მისგან და ვერაფერს ვერ რაც მეტი ექიმი წავიდა პოლიტიკაში რა, აი მე რო დაველაპარაკო ეხლა ამას, ნახე იმდენად დიდ პატივს სცემ, მე მას პირდაპირ ვეთქვი რომ ბიჭო არ არის ჩემისა. ისევე როგორც ერთი ჩემი ნათესავია იქ, რომელსაც არაფერის ექიმია იყრის, კეჭ რა გინდა, იმას ოჩახდები, რა გინდა შენ. წადი რა თქმა კლინიკაში წადი. უნდა მივეხმაროთ, მოიწყოს ცხოვრება, სახელმწიფო სამსახურში მუშაობა ნიშნავს, რომ შენ საკუთარ თავსაც წაართვი, თავისუფლება და ამ დროს მსახური გახდეს ხვეზე, აი დამიქირავა ამ კაცმა, დამიქირავეთ თქვენ, მე რო ამირჩევენ, მე ვარ დაქირავებული კაცი, თქვენი მსახური. ესენი უფროსო ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს მსახურებას, სხვისი და არა უფროსობას და არავის არ უყურს მსახურება, ხო? წადი რა ბიზნესში, წადი სხვაგან ამათ შექმნეს, რომ ხელფასები მაღალი მარტო არის იმაში მერიაში, გამგეობაში, სხვაგან და ადამიანი ფიქრობს, რომ ეხლა სადვია რომ ბიზნეს ხელს არ უწყობენ, წილებში ჩაუჯდნენ, რაღაც აშინელებები ეხლა მე ციფრს გეტყვი, თქვენ გაგიკვირდებათ, მაგრამ თუ ვინმე გეტყვის არასწორია, მზადავარ მათთან ერთად რომ 7 მილიონი ჯდება მერიის შენახვა, 7 მილიონი წელიწადში. და 6 მილიონი იხარჯება საბავშვო ბაღებისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის ქუთაისში. 20.000-მდე ბავშვი ხო არის როგორც მინიმუმი, არა? 6 წლამდე სკოლამდელი ასაკის. იმათზე იხარჯება 6 მილიონი და ქალაქის მერიაში მუშაობს ჯერ ერთი, ჩემ დროს მუშაობდა 25 კაცი. ეხლა ყოფილი 600. მაგრამ თუ 100. მე არ ვიცი. მეუბნებიან რომ ერთ მაგიდასთან სკამი არის ერთი და 20 კაცია იქ იმაზე. რაღაც წარმოუდგენელია ეს. თანაც არ ვიცი, ბევრი თურმე არ არის ქუთაისელი, ჩამოსულია მერიაში ქუთაისში, ეხლა ნუ არ ვიცი, არ ვერ მე რასაც მეუბნებიან, ვურცბელად მინდა გითხრათ, რომ არ მინდა დავიჯერო და მინდა ტყუილი იყოს, იმიტომ რომ არ მინდა რომ საქართველოში ესეთი რამ ხდებოდეს. 300.000 ლარი ჯდება ფანტანების შენახვა. 1000 ლარი ყოველდღე. რა ფანტანი გვაქვს ეხლა ჩვენ ერთი თუ ორი არა, 1000 ლარი უჯდება, ნუ ასე უწერიათ ბიუჯეტში და ამ ფულს ხარჯავენ რა. ეხლა რო კითხოთ, თქვა ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც